ანუ ხახო ეს არის ყველაზე საუკეთესო შაურმა. ხახოს გარეშე რა თქმა უნდა და ეს არის კლაბ შაურმა ყველის соусით, რომელიც არის ჩემთვის ფავორიტი. აი არ ვიცი. სხვა შაურმას რო ვერ შეედრება. სასწაულია. თან აქვს ჰალაპენიო, რომელიც ძალიან უხდება. ვისაც ღამე შეგხვდათ ვიდეო მაპატიეთ, ნუ დაგეზარებათ. ალეკით და ჭამეთ. აი პირველივე ლუკმიდან საუკეთესო. სიტყვები ზედმეტია. ბრეკეტებს არ ვინდობ. სასწაულია. ვისაც არ გაგისინჯავთ, აუცილებლად დააგემოვნეთ. სიმართლე გითხრათ, რაღაც ძალიან არამიმზიდველად გამოიყურება. ანუ ეს შაურმა მაქვს გამონაძახები და ნაჭამი 100,000 ჯერ და მაინც და მაინც მუკბანგის ჩაწერა რო გადავწყვიტე და უფასო რეკლამის გაკეთება, მაშინ რატო მოვიდა ესეთი გაჩეჩანაკებული. ძალიან თხელია. ყველის соуსი სხვა შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი ქონდა ხოლმე, არ ვიცი დაბლა რო ჩავალ და შუაში როგორ იქნება, მაგრამ ერთხელ მქონდა შემთხვევა, გაძეწკილი იყო ყველის соусით ნებისმიერ ლუკმაზე და ეს რაღაც საერთოდ არ გამოიყურება მიმზიდველად ჯერჯერობით. აი ძალიან უხდება ჰალაპენიო ყველის соуსი. Best. ძალიან მაგარია.
ანუ ვისაც ნამდვილი შაურმის გემო გიყვართ, ეს არ მოგეწონებათ. იმიტომ რომ ყველის соуს საკმაოდ სხვა გემოზე მიყავს შაურმა. პლუს ამას ჰალაპენიუს ჩვეულებრივ წიწაკასთან განსხვავებით ძალიან სხვანაირი გემო აქვს. შესაბამისად, რა ვიცი, ვისაც ნამდვილი შაურმა გიყვართ, ეს შეიძლება არ მოგეწონოთ. მაგალითად, ვიძახებდი ხოლმე მე ამ შაურმას, როცა ესე ვთქვათ, ჩემი ძმაც იყო და დეიდაშვილიც სახლში და ჩემს ძმას მოსწონს ყველის соусით ეს შაურმა და დეიდაშვილს მაგალითად არ მოსწონს. ან ჩვეულებრივი შაურმის გემო უფრო მეტად ბევრად ურჩევნია. ასე რომ გემოვნებაზეა დამოკიდებული და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული შაურმა რო გამოიძახო ამ ფასის, შეიძლება ზომაში იყოს სხვაობა. რავი, ეს ჩემი პირადი აზრია. დღეს მაგალითად ზედმეტად თხელია. აი, ზედმეტად თხლად და ცარიელად მეჩვენება. რატომღაც. სხვა დროს არ იყო ხოლმე ესეთი. თუმცა უდაოდ არის უგემრიელესი. რამდენი ხანია კამერის წინ არ მიჭამია. მოგვანგი არ გადამიგია რამდენი ხანია. აი, უკვე ცუდად ვარ. უკვე აღარ შემიძლია. აი, არ ვიცი. ვისაც ყველის соуსი გიყვართ და შაურმაც გიყვართ, დააგემოვნეთ აუცილებლად, მართლა არ ინანებთ. და ვისაც ჩვეულებრივი შაურმის გემო გიყვართ და გირჩევნიათ, მაინც დააგემოვნეთ. რა პრობლემაა? არ მოგეწონებათ, მოგეწონებათ, გეცოდინებათ, რომ შემდეგში კლაპ შაურმა გამოიძახოთ ყველის соусით. წავედი ახლა მე მეტი აღარ შემიძლია. დიდად მჭამელი მე არა ვარ. ჩემი ძმა მაგალითად, რა ვიცი, 22 ლარიანი შაურმას გადაირტყავს და კიდე დაამატებს, მაგრამ მე არ შემიძლია. აბა ჰეთ და აბა ჰოთ.